ომში დაღუპულ გმირთა მემორიალთან ცოტა ხნის წინ კათოლიკოს პატრიარქმა იდალობა მის მოუწმინდესობამ ვაჭისპარკში შეჭრებულ ომის ვეტერანებს გამარჯვების დღე მიულოცა. მანით შეჭრებილებს სანთლები ღვინო და ტრბილეული დაურიგა. მსოფლიო ფაშიზმზე გამარჯვების 62-ე წლისთავს აღნიშნავს. დღეს დილიდან ვაჭისპარკში მეორე მსოფლიო ომის ვეტერანები იკრიბებიან. უცნობი ჯარისკაცის საფლავთან განლაგებულია ეროვნული გვარდიის საპატიო ყარაული. თავდაცვის სამინისტროს სამხედრო ორკესტრი. შეჭრებილ ვეტერანებს გამარჯვების დღე პრემიერ-მინისტრმა და მთავრობის წევრებმა მიულოცეს. მოგვიანებით კი ვაჭისპარკში სხვადასხვა პოლიტიკური პარტიების ლიდერებიც გამოჩნდნენ. ფაშიზმზე გამარჯვება უდიდესი მოვლენა იყო მთელ მსოფლიოში. ყველა ცივილიზებული ქვეყანა, ცივილიზებული სამყარო ზეიმობს. საქართველოს ჩვენმა თანამემამულეებმა უდიდესი მონაწილეობა და უდიდესი ნაკლი განიცადეს ამ ომის დროს. ძალიან ბევრი გმირი დაგვებრუნდა. უფრო მეტი უსახელო ჯარისკაცი ჰყავს. პატივი მივაგოთ დღეს მათ ხსოვნას. კიდევ ერთხელ. პატივი მივაგოთ მათ ხსოვნასაც, ვინც დაბრუნდნენ და დღეს ჩვენს რიგებში აღარ არიან. ისე როგორც ყველა ცივილიზებული ქვეყანა, ჩვენ ყველაფერი უნდა გავაკეთოთ იმისათვის, რომ ჩვენმა ვეტერანებმა ღირსეულად და ადამიანურად გააგრძელონ ცხოვრება. დღეს 9 მაისს ჩვენ უერთდებით დემოკრატიული მსოფლიოს ზეიმს. ფაშიზმზე გამარჯვება ეს არ იყო ერთი ქვეყნის მეორე ქვეყანაზე გამარჯვება, ეს იყო სიკეთის გამარჯვება ბოროტებაზე და ამ საქმეში გაერთიანებული იყო მთელი ცივილიზებული მსოფლიო მაშინ. ამიტომ ჩვენ ყოველ წელს ამ დღეს ვიხსენებთ იმ გმირებს, რომლებმაც ერთი მხრივ თავი გაწირეს სამშობლოსთვის და მაშინ ჩვენი სამშობლო სხვა ქვეყნის ნაწილი იყო, მაგრამ ის ხალხი, ვინც საქართველოსდან თავი შესწირა ამ ომს, ისინი თავიანთ ქვეყანას იცავდნენ. 9 მაისი კი განსაკუთრებით მივულოცო იმ ადამიანებს, ვინც ეს გამარჯვება მოიპოვა. სამწუხაროდ ყოველწლიურად ვეტერანები გვაკლდებიან. სამწუხაროდ ჩვენ მათ ვერ მივაგეთ მათთვის საკადრისი პატივი და ხშირ შემთხვევაში ეს ადამიანები სამართლიანად არიან გულდაწყვეტილნი, მაგრამ ერთია ძალიან მნიშვნელოვანი. მათ ყველაფერი გააკეთეს იმისათვის, რომ თავიანთი სამშობლო და კაცობრიობა ეხსნათ იმ უბედურებისაგან, რასაც ფაშიზმი ერქვა. ქართული ოცნების ახალგაზრდული ორგანიზაციის წევრები მოვედით, რათა პატივი მივაგოთ დაღუპული გმირების ხსოვნას. ხოლო რაც შეეხებათ ვეტერანებს, ისინი არიან ცოცხალი გმირები და მე ვარ ამაყი, რომ შემიძლია მივულოცო მათ დღევანდელი დღე. დღეს ბათუმის მერიის საკრებულოსა და საზღვაო ტრანსპორტის საარნეტოს თანამშრომლები ცნობილი კაპიტნისა და ქართული სანაოსნოს დამაარსებლის ანატოლი კაჭარავას საფლავზე მივიდნენ. მათ პატივი მიადეს გარდაცვლილ ვეტერანს და ყვავილებით შეამკეს რეაბილიტირებული სასაფლაო. ანატოლი კაჭარავამ სანაოსნოს საქმიანობა 16 წლის ასაკში დაიწყო და ამ პროფესიას 30 წელზე მეტხანს ემსახურა. წლების განმავლობაში ქართულ სანაოსნოში ტანკერის სახელწოდებით ანატოლი კაჭარავა ფუნქციონირებდა. ვეტერანი 1982 წელს ინსულტით გარდაიცვალა. დღეს ასევე სიმბოლური არის, რომ შორეული ნაოსნობის ლეგენდარული კაპიტნის ანატოლი კაჭარავას საფლავთან შევიკრიბეთ, რადგან ანატოლი კაჭარავა ეს იყო პიროვნება, რომელმაც გამოიარა მეორე მსოფლიო ომი. მას არაერთი გმირობა ჩაუდენია, არაერთი ადამიანის სიცოცხლე გადაურჩენია. ის იყო ასევე საქართველოს საზღვაო სანაოსნოს დამაარსებელი. ჩვენ მოვახდინეთ მოკლე დროში მისი რეაბილიტაცია და ამით ვცადეთ, რომ მიგვეგო ის მცირედი პატივი, რაც ამ პიროვნებას მიუძღო და ჩვენი ქვეყნის წინაშე. თან სიმბოლურია, რომ დღეს მისი გარდაცვალების დღეა და ამ დღეს მოხდა სასაფლაოს გახსნა და ჩვენ სამომავლოდაც ვცადვართ, რომ ამ დღეებთან დაკავშირებით და თვითონ ანატოლი კაჭარავასთან დაკავშირებითაც სხვა ღონისძიებებიც გავმართოთ. ფაშიზმზე გამარჯვების 62 წლისთავი სპეციალური ღონისძიებებით აღინიშნა ფოთში მალთაყვის მემორიალთან მეორე მსოფლიო ომის ვეტერანები და ხელისუფლების წარმომადგენლები შეიკრიბნენ. სპეციალურად ამ დღის მისალოცად თალარს რეგიონული განვითარების მინისტრის მოადრილე შოთა მურღულია სტუმრობდა. 35 ფოთელ ვეტერანს დღესასწაულთან დაკავშირებით ადგილობრივი ბიუჯეტიდან 200 ლარიანი ფულადი ჯილდოები გადაეცათ. დღესვე მათთვის საზეიმო მიღება გაიმართება საარქივო მასალების მიხედვით მეორე მსოფლიო ომში ფოთიდან წასული 2500 ადამიანი დაიღუპა. კაცობრიობის გამარჯვების დღე, თებრი ეროვნული ჩვენს სოფლიოს ფაშისტთა დაპყრობის გამარჯვების დღე. ჩვენ ძალიან გიხარია ეს ყველაფერი. გამარჯვების დღე მოულოცო ჩვენს სამამულო ომის ვეტერანებს,
უსურო მათ ჯანმრთელობა, მხნეობა, გამძლეობა. მე კეთს ვიხრი მათ წინაშე, მათ თავი დადეს, ყველაფერი გაიგეს იმისთვის, რომ გადაერჩინათ არა მარტო ჩვენი ქვეყანა, არამედ მთელი მსოფლიო. 9 მაისის აზეიმოთ აღინიშნა გორშიც საბრძოლო მუზეუმთან შეკრებილ მეორე მსოფლიო ომის მონაწილეებს გამარჯვების წლისთავი ნაციონალური განვითარების მინისტრმა და ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლებმა მიულოცეს. ფრონტალი ადამიანები, რომლებიც დაბრუნდნენ ბრძოლებიდან დღეს მესწრებით 9 მაისს გამარჯვების დღეს ძალზე მოხარულები ვართ, რადგან ადრეც ვინახავს 9 მაისი, მაგრამ დღევანდელი დღე მართლაც სანიმუშოდ იყო ჩატარებული აფასებით და მოლოცვებით. რეგიონებში ვესწრებით სხვადასხვა ღონისძიებებს, უოცავთ იმ ადამიანებს, ვინც სოცხლები არიან და დღემდე კარგად ახსოვთ ის ბედური დღეები, წლები და ასე შემდეგ. დღევანდელ დღეს გადავცემთ მათ სიმბოლურ საჩუქრებს. არის ბოროტების დამარცხების დღე. არ არის დარჩენილი ოჯახი საქართველოში, ის ვინც წინაპარიც არ ყოფილიყო დაღუპული მეორე მსოფლიო ომში.